პროტოპესვიტერი ზვიადაძე თითქოს გვადანაშაულებს იმაში, რომ არსებული პრობლემები გასაჯარობდა, გარეთ გამოვიდა და სინოდის ხდომაზე შეიძლებოდა ამ საკითხების დაყენება, მას მოუწევს პასუხის გაცემა. ესწრებოდა თუ არა ის სინოდის ხდომებს, ან აქვს თუ არა რომელიმე სინოდის წევრისაგან ინფორმაცია ბოლო წლების მანძილზე ჩემი მიერ დაყენებული საკითხებთან მიმართებაში. მე რაც მახსოვს 2002 წლიდან ვარ წმინდა სინოდის წევრი და მამა გიორგი ზვიადაძე ერთხელ მოვიწვიეთ ჩვენ კრების საკითხებთან მიმართებაში განმარტება გაეკეთებია. სხვა დროს ის სინოდის წევრებს ხდომებს არ დასწრებია, შესაბამისად, ესე იგი, თუ იცის საკითხები ჩემს მიერ დასმული ცრუობს, თუ არ იცის და მაშინ შეცდომას უშვებს. რაც შეეხება პატრიარქის ვიდეოს არასრულყოფილ ვერსიას. დარწმუნებული ვარ, რომ კვალი აუცილებლად მიგვიყვანს ისევ გათავხედებულ მდგომარეობამდე რუხი კარდინალისა ეკლესიაში არსებულისა. დარწმუნებული ვარ, სხვა ადამიანი ვერცერთი ამ პასუხისგებლობას ვერ აიღებდა. დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ბევრად უფრო კეთილად მოიხსენიებდა მამა გიორგი მამალაძეს თავის საუბარში და მან მისცა თავისუფლება თავისი ოქროს თევზების მეშვეობით, რომ ესე იგი გადაეჭრათ, ისე გამოეგზავნათ. ძალიან ადვილია გამოძიება ჩატარდეს. როგორც ვიცი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიიდან აიტვირთა, იქ ვკითხოთ, ვინც ატვირთა და როგორი სახით მიიღო. ან გამომგზავნმა გადაჭრა, მაგრამ კვალი აუცილებლად მიგვიყვანს, იმიტომ რომ პატრიარქის გარემოცვაში სხვა პასუხისგებლობის მქონე პირი ამ საკითხთან მიმართებაში მე არ მეგულება, სწორედ ამ თავხედობა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. აი ეს არის ფაქტი, კიდევ ერთი მხილება და მტკიცებულება იმისა, თუ რა უფლებებს აძლევს თავს საკუთარი გარემოცვა. როგორ იზოლაციაშია პატრიარქი და როგორ არასრულყოფილად, ესე იგი, ხდება პატრიარქის სიტყვის ჩვენამდე მოსვლა და როგორ მიკერძოებულ სამართალს აქვს ადგილი. რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, ძალიან წუხვარ. მე ვიცნობდი მას როგორც პატიოსან მორწმუნე ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ რაც აშკარა ქვეყანაში ერშიც და ბერშიც საეკლესიო და სახელისუფლებო მართლობაში ჩვენ გვაქვს პრობლემა პრინციპულობის. უპრინციპო ადამიანები არიან წარმოჩენილი, ამის გამო ვართ ამ მძიმე მდგომარეობაში და მე ვფიქრობ, რომ დღეს ქვეყანა როგორც არასდროს ისე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიყოს პარტიულ მიმდენარეობებად. დღეს ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე და უნდა დაიყოს პრინციპულებად და უპრინციპო ადამიანებად, მართლებად და ფარისევლებად, მატყუარებად და სამართლიანებად. აი ეს არის მე მგონი გამოსავალი და მიმაჩნია, რომ მას აუცილებლად ან ორი ვარიანტია, ან ის არის დეზინფორმირებული, როგორც არაერთგზის ესე იგი პატრიარქი გვინახავს ამ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა ეს გარემოცვის და მისი პრობლემაა და მაშინ მან უნდა გადადგას სასტრაფოდ ნაბიჯები, დაგვიმტკიცოს, რომ ის მართავს პროცესებს, ან თუ მას აქვს სწორი ინფორმაცია, თუ რა უდანაშაულო მღვდლის გაწერვის მცდელობასთან აქვს საქართველოს ბოროტ ძალებს ადგილი და ამას აკეთებს, ეს უკვე დიდი დანაშაულია. ეს ჩემი დიდი ეჭვია, რა თქმა უნდა, ნიშნულოვნად წილად, აი ეს პროვოკაცია, რომელსაც წამოეგო ხელისუფლება, მიმართული იყო მიტროპოლიტ დიმიტრის წინააღმდეგ. და ეს ცდება, ეს გამოჩნდება.